ეს საქართველოს ისტორიაში რა არის ყველაზე დიდი ტყვილი? აი ხა ჰიმნში რაც გვიწერია, ორ ზღვას შუარობს წინდება ჩვენი ვარსკვლავი. იმიტომ რომ უახლოესი ზღვა აღმოსავლეთ გეოგრაფიულად არის ყვითელი ზღვა ჩინეთთან. მანამდე არაფერი ზღვა არ არის. თუ კარგად დაუფიქრდები, ყველაზე დიდი ტყვილი გვაქვს ჰიმნში. ეს სტადიონზე რა გაგიგია ყველაზე სასაცილო? ყველაზე სასაცილო ტრიბუნებზე. მახსოვს ქუთაისში უყურებდი, ფოთის კოლხეთს ხვდება და ქუთაისში დავი 90-იანი წლებია და კოლხეთში თამაშობდა კიკლიაშვილი ეგეთ ფეხბურთელი. მანამდე ტორპედოში თამაშობდა. მეილოტი მაღალი ფეხბურთელი იყო, საყრდენი ნახევარმცველი. ისეთ ფეხბურთელი ერთ თამაშში ერთხელ მაინც რაღაცა საფათოს შვებოდა. ხო და ისე მოხდა რომ ფოთელებმა გაუტანეს გოლი ტორპედოს და დაიწყეს დროის გაყვანა და ეს კიკლიაშვილიც რაღაც პირველი შანსი როგორც კი მეცა წაიქცა და აღარ დგება რა. ხო და წამოიზლაზნა ფოთის გუნდის ისა ექიმი და წავიდა ნელა იქ რაღაცა უმკურნალა ის წამოდგა გარბის უკვე ეს უკან ნელა ბრუნდება და რომ მოუახლოვდა თავის კამს ვიღაცა წამოდგა ქუთაისზე ზემოდან და სერიოზული სახით ეკითხა გადარჩება ექიმო. პოლიტიკურ სივრცეს ქართულს რომელ ანდაზას მიადგამდი? აღდგომა და ხვალეო რა, დაველოდეთ.